და იზღა დაგვრჩენია რომ სტუმარი წარმოგიდგენია. თარა სტუმარი. რა სტუმარი? ადამიანი რეიტინგი. კი ბატონო. ადამიანი სკანდალი. ადამიანი ფილარმონია. ეთანხმები. თქვენი აპლოდისმენტების ბონზე გია სურამელაშვილი. შემოიტანა სიგიჟე, რასაც ხალისი ღერულება. ახმარებით ჩვენი ბიჭების, ოპანა, ტაშიბი. ჩვენ ბიჭებს დიდი მადლობა. უღრმეს. გადასარევი, ესე იგი, ზუსტად იციან სად რა როგორ უნდა ქნან. და სხვათა შორის შენ ძალიან რამდენი ხანია ნიკუშ რაც იყო ჩვენთან გია? რა, ისო ერთი თვე ალბათ ორი. არა, 4 თვია. მართლა? 4 თვის უკან გახლდათ ჩვენთან ბატონი გია. ხო და ახალწელს ხო? უფრო გაახალგაზრდავებული ხარ. რა ვიცი, ვცდილობ. ვერ გავიგე გია სურამელაში ხარ თუ ბენჟამენ ბატონი რა არის? ახალგაზრდავდები და ახალგაზრდავდები. ეგრე. აბა თქვენ როგორ ხართ? ჩვენ ბერდებით და ბერდებით და რა ვარ თუქი ასე. იხართ მარწყვებივით. შენ ისეთი ხალისი შემოგაქვს, შემოგია, ისეთი აურა გაქვს. რიგიდან მოვდივარ. რაც არ უნდა. დენაცა საიდანო? რა თქვა? პენსიის რიგიდან მოვდივარ. კარგია, სხვათა შორის მოა. აგენიშნა პენსია? კი, სხვათა შორის. ეხა გული არ გამიჩერო, ჩემზე მეტი გაქვს? პენსია სხვათა შორის მაღალმთიანებში ვინ ცხოვრობს, იმას მეტია. მართლა ხო? კი, მე 4. ხო და ავიშენე სახლი ხა საგურამოში და გადავალ იქ რა არ დამინიშნონ. ზუსტად საგურამოში სახლში შენე და კიდე პენსია გინა საქმე. აბა არ მინდა გაჭა. აბა რა. ზეგენაცვალ. სად მუშაობ? მალადეს გინაცვალე შენ. რამდენი საქმეა სახლში შენ? ხო ისე აბა შოუ ბიზნესი აქ აღარაა და სად ვიმუშაო აზზე არა. იცი რა მინდა ისა ნიკუში სანამ დავიწყებთ რომ შემოხვედი ძალიან მაგარი კეპი გეხურა თავზე რა და იცი ეს რაღაც ლოგო რისია და რაღაც მე ახლა ხან გავიგე ეგ მაგრამ თვითონ ფეხბურთი ეგეცა საჩუქარიო და მე რა ვიცი მე თქვი აბა ან ბეჭედს მოიხსნის ან რაღაცას თურმე არა ძირფასია ჩემთვის ერთ-ერთი რა თქმა უნდა და გია სურამელაშვილი რო საქართველოს ნაკრებს გაუკეთებს რეკლამას ისე ვინ გაუკეთებს შეგენაცვალო და მაინც საჩუქარი აღმოჩნდა ყველა გაგიჟდა აბა ეს ყველაზე მაგარი საჩუქარიაო და პირველად სხვათა შორის ქუდი თორესო ოქრო ბრილიანტი რაღაცა მანქანა სხვათა შორის მე ისე გამიხარდა რომ მითხრეს რომ ისა რა ქვია მეთქი რა კაია ესეთი გულშემატკივარი პირველად გავიგე ფეხბურთზე თურმე საერთოდ ხო არა მე ისე არა ვარ მაინდა-მაინც მაგრამ დედა ჩემს უყარა ჩემს შვილს უყვას ნუგოს უყვას ფეხბურთი და ხო და 1-2 უკვე პასი რომ მოგაწოდეს მე ვიხდი რომ რაღაცაში არის საქმე და თურმე კეპის აბა ნუგას ვაჩუქებ ალბათ ის ხო იცი შენ რომ ძალიან დიდ წარმატებას აღწევენ ჩვენი ნაკრების ბიჭები და არია მიხარია კიდევ უფრო მეტი წარმატება უსურო ჩვენ ბიჭებს ოქროები ხართ გამარჯვება ბიჭებო გია სახსევ საუბრობდით ბარემ კარგია კაცო ეს მე მეგონა რომ დაიწყეს საუბარი ახალი სიმღერა ჩავწერო თურმე სახსე ლაპარაკობს გას ხო და ავედი დედა აფეთქებული ამერიკაში მე ვთქვი 1-2 კაპკი სახს რამდენი რამე უნდა ხო ეგენაცვალ მაინც რა სახს თუ იშენებ და აშენებ 5 იმდენი 5 აღარ დამთავ და აგერ რემონტს ვერ ვაკეთებ რა ვიცი ხალხო ეხა არა მოჭრათ თუ გიყვარვარ კომპანიები რა ვიცი კი გიყვარვართ ყველას და რაღაცა და სამშენებლო კომპანიამ რომ იქნებ რემონტი გამიკეთო და არ არის შოუ ბიზნესი აღარა მაქვს ეს ფულები დავიღალე სა თუ არ გეჩქარება დავაარსებ ხვალ და რაღაცას ხოდა რა მაინტერესებდა რომ მე გკითხა ხა სახს რა განაშენებ არა თარო გლიჯარო აღაშენე რემონტია საჭირო ანუ ხელოსნები ხო ყავს თუ ხო არა რემონტი არ დამიწყია
აბა ორი ბლოკი უდევს ასე ორი აბა კომპანია არ არის მართლა არ ვღადაობ 110-ია და 400-ია ეზო და რა ვიცი აბა კომპანიები შემეხმი 110 და 4 როგორ ყველაფერი არეულ და რეული რატო 110-ია სახლი მე რომ ეყოფა ისეთი და ეზო არის 400 და რა ვიცი აბა შევესიოთ თუ არა და რაც მიკეთებს გოგია თუ გამოჩნდა კომპანია კარგია თუ გამოჩნდა თუ არა შევესებით აგერ ბიჭები რა მეტი კომპანია რა გინდა მუშახელი აგერ გიზივარ მაგრამ გია შენ იქნები ერთადერთი ადამიანი მე რო ვაკვირდები ახლა რომ ხელოსნები ხო ყველას გვიძლია ნერვებს რემონტი ყველა რემონტი შვილები ვართ ახლა ხანდახან და რაღაც მაგრამ იქით რომ მოუშლი ნერვებს ხელოსი მაგაში ეგ მაყურებინა იმათ რომ რა მესავალებ ვაიმე ძალიან თუ არ გინდათ რომ მე ციხეში მიხილოთ მეუნებიან ეხა ჩემი მეგობრებიც ვაკაცები ისი კაცო შენ არ ინერვიულო კაცო შენ პროსტა გადაწყვიტე ჩვენ ვიზავთ ყველაფერს მაგამ ხო არა ეგ ერთადერთი შემთხვევაა სადაც შემეცოდა ხელოსნები მართლა გიას ხელში ხელოსი ოჩახში რა რეკლამას ეკეთები მაგრამ კაი ბიჭი ხარ რა ჩვენებია რა ვაჭმევ ასმე აბა რა აკეთონ კაცო საკ ანუ მოკლედ გადაწყვიტე გარე გადახვიდე ხო რა ვიცი მამიკო დღეს მოვდიოდი და 5 საათი მოვდივარ გზაში ზები ანუ რა ხდებოდა რა ვქენი ეხლა მოდი გია ეხლა იმათ თუ არ ჩაუშხამო მეთქი იმიტომ რომ უკვე ნერვება ამას ხალბათ ამან ეხლა ამას ეხლა არხიოს კლიმაქსმაო გაიგე ამ მანქანაშია და რა ქნას უკვე და აქედან იქიდან გიო აქედან იქიდან მარშრუტკები აქე ავტობუსი რაღაცა ის ვქენი მოდი ეხლა დავაიხ გია მოდი ვითომ პრეზიდენტი ხა მეთქი და გაიხარე გენაცვალე ამასობაში მომაფრიალა აქანა მეორეთ რომ მოყვალ სტურად უკვე მას კაბრიოლეტს გამოგიზავრთ უფრო მარტივია წამოდგები ფეხზე და ოკეი საზორგარეთ ხშირად ხარ ხოლმე ხო თუ აღარც დადიხარ კი როგორ არა მაგრამ რაცხა ძალიან რა ჩამოგვიკლეს ისრაელში ჰონორალები ისრაელი ისეთი დღეა უკვე ისეთი ამბავი ხდება რომ რამის აქეთმე ხორცლებს აქეთ გადაუგზავნო ფული ყველა ტირის ყველა ისა გამოდის მარტო მე არ ვტირი ვარ დედაფეთქებული რა ვიცი და აი გადავწყვიტე რომ მე ვაგზავნო აქეთ ხორცლებში ფული რა და მივიდე თან სტუმრად თან უმღერო და თან ფულიც მივწე საქართველოში რატო აღარ ატარებ კონცერტს რა იცი რა არის ღერი ვარ როგორ არ ღერი ვარ ეხა დიდი კონცერტებს ცოტა ფილარმონიასთან ვამბობ მე იმ დღეს ჩამოვიარე მაგრამ და ამასობაში დღეს ხვალ თუ გინდა ვარსკვლავის გახსნაზე დღეს ხვალ მე წავედი დავჭი ამერიკაში 6 თვე ხო და ეხლა მინდოდა ვაპირებდი და მე მგონი ეხა იკეტება რემონტზეო ფილარმონი ხო იმ დღეს ჩამოვიარე ფილარმონიასთან სხვათა შორის და ეს მუზა როდგას ასე ქონდა ხელი ხო და თურმე გიამიდის წინ სანახარ შენ ეგ მუზა რა ვიცი რაც თავი მახსოვს ეგრე დგას ან არ ბერდება ან რა და ახლა მორჩები საგურამოში ახლა და ტკეცე სახლის წინ ვარსკვლავი ეგა თქვი შენ საგურამოს წინ შესასვლელში იქვე თან 20 ლარიანის იმას დავდებ იქ რა შეგრებული მას გავიყვა რომ ყველა შემსვლელი საგურამოში 20 ლარი უნდა ჩააგდოს მიხტი იქვე რესტორანსაც გავხსნი ამ პრობლემებში და საცობში რო აღარ ვიარო და სახლი რესტორანი და მთელი ჩამოვა თან გლიჯე სოლო კონცერტი იქვე საცობი მე ნახე შენ კი ეგმა გააზრებული თუ გადავალ იქ საცხოვრებლად იქვე რესტორანი ჩემი არ ვიცი ახლა რა თქმა უნდა არ ხუმრობ მაგრამ ადრეც ვთქვი და რა ვიცი გიას ვინ არის ყველა დამემოწმება გიას რო ანშლაგები და გლეჯვა იყო ამის კონცერტებზე რა ვიცი ხა მე მართლა არც მახსენდება რა ესეთი რაც მე ფული ვიშო კარგია მაინც ეს twin იმქონოდა ეშკუა რა მინდა ეს ხელოსნების აყურადღება ბაბა ახლა კი არა ადრე იყო ადრე ეხლა არა ხო არ ვწდები ვერტალიოტით შენ დაფრინა ვერტალიოტითაც კი კონცერტებს რა ვიცი მეორე კიდე ვინმე გახსენდებათ რომ ვერტალიოტით მე მახსოვს კაცო გიას კონცერტი ქუთაისში გიას კონცერტზე ამბავი იყო ეს მეორედ მოსწო დღეში 3 კონცერტი ქუთაისი ბათუმი თელავს ახსოვს რას ქვია კაცო მეც ვიყავი ხოლმე დარბაზში მოკლედ ეხლა უნდა გადავიდეთ ჩვენ პრემიერაზე
პრემიერაზე. ეხლა გლიცინი გასაგებ. რა ახალი ამბავი ხო არ გადაგხდა მანამდე ისეთი რომ მოყოლადღიდეს არავის ან ანეკდოტი ხო არ გაგიგია რამე. სულ ანეკდოტი არა. რაღაცებს ამოარტყავ ხოლმე ისეთებს. არა, კიდე ერთხელ რომ მოვალ, მე მოვიფიქრებ უკვე. ხო, მოკლედ ესე იგი დღეს ორი პრემიერა არის. ერთი სახლის პრემიერა უკვე ვისაუბრეთ სახლის პრემიერაზე. წარენა. მე როგორ გეკადრება ჩემო გიან? აი სახლის პრეზენტაცია რო გეკნება იქ რომ მოვალთ ხელდამშვენებული მე და ვინ დაგპატიჟებს მე ამ ორ სამ თვეში ისრაელში რო აღმოჩნდებით ყველა ერთად. იქ გაგირჩევ დანარჩენ საქმეს, კაი. იქ ვილაპარაკ. პირზე რო ვიცხოვრებ და სასტიკში, იქ ჩაგახჭობ. მე უნდა ახლა მითხარი, ვისი გორის ხარ შენ? ხო, გავიდე ჯერ იქ. ხო, კარგი, გადავიდეთ, ახლა არ გვიდა ჩხუბი და კაბაკი. ჩვენმა შაბის სიმღერაა, ყველა ძალიან გვიყვარს. სახუმარო ცოტა ისე ჩავწერე და რა ვიცი. ანუ მაინც გამონახე შოუ ბიზნესში არ არისო, მაგრამ მაინც არეპუები და მაინც აკეთებ ამბავს. რა თქმა უნდა. ყველა შენი ნამარხი არ მოვწდება, რომ უამრავა ხალხს უყვარვარ. ეხლა ამ ხალხის შვილებს შეუყვარდი, შვილიშვილებს შეუყვარდი, დადიან კონცერტზე ახალ თაობას და რა ვიცი, ვცდილობ რაღაცა მაინც პატარა შოუ ელემენტები, რაღაცა ტაშიტუში ყველას უყვა სიმღერასაც ტაშები ტუშები დავარქვი, რა ვიცი. ვითომ არ ევასება და ან ჩუბად მისმენენ, ან მანქანებში მისმენენ, ან ბოღმაზე რო არიან, მაშინ არ როცა ტირიან, მაშინ მისმენენ, არ როცა კეიფობენ, ან კიდე ლოგიში რო წარან, მაშინ. ელავარიან. კი ბატონო. მოსავალიან. და მოდი ლოგიშიც მისმენენ, ხო. ხო, ეს არ ვიცი მე. ხო. ყოველ შემთხვევაში რადგან ამბობ რაღაცეები იცი. რა ვიცი, ერთმა ჩემო დაკალმა მითხრა ჩემი ქმარი ხანდახან გისმეს ლოგინშიო. იმან მითხრა ჩემი ცოლი გისმეს ლოგინშიო და ალბათ პერერივზე ალბათ რა. ეს ვერების სკაიას ლოგისა და გიას რომელაში ყავს პაუზაზე დაგებული. სად და აიგე, ვალეტში. სად. და ხო შენ ის სიმღერები გაქვს დაბალანსებული ტემპითაც იმითაც. აი ამას მივასიკვდილე არა. ცუდად გადამეკიდა დღეს. როგორ გავუცინე, როგორ გაუღმე შენ გენაცვალე მეთქი როგორ ხარი როგორ მე და შენ არ ამდენი ხნის როგორ გეკადრებ შენ რომ მაგას მეუნები როგორ ბედავ შენ საერთოდ მაგას შენ რამდენი ხნის მაინც ასაკიდან რო გავიგოთ ორი რამდენი საყა მე ვარ 46 გადი აკეთა ბიჭო ხო 46 ყველა თქვენ ახართ სულ 46-ები 45-ები და წლოვარება ეს ბატო მე მემატება ხო 56 წლისა ვარ მაგის დედაც ჯეკ მართლა საერთოდ არ გეტყობა არაფერი ეხა შენ მეგობარი კაც მაგ ხარჯები არა არ გეტყობა არა ამაზე იცი შენ გოგია რამდენი წლის არის გას გადამეკიდე გოგია კლასში ერთად ვიჯექით რა გინდა ბიჭო მე საერთოდ მეტყო გიგას კლასელი ყოფილა გოგია მიტოთ შენ კლასში იყო მაყვალა ჩემ კლასში იყო რა გინდა ძმაო ენაცოლე ესაგვაკ ბოლოზარი არც გიას არ ეთყობა ასაკი და არც მე ახლა მე ვარ არც გოგიას 69-ის აი ამეთყობა არც არაფერი ჩემო გია იცი რა აი ყველა შენი შესრულებული სიმღერა ვერც არ ვიცი რომელი უნდა დავასახელო რომელიც მართლა ჰიტი არ არის და ამიტომ ეს სიმღერაც ეხლა გვინდა არ გვინდა ესე ცალკბათ რო იძახი რა ვიცი ესე დავარქიო ძალიან კარგათაა გათვლილი ყველაფერი და ძალიან კარგიც იქნება და ამიტომ მოდი ჩვენს ტელემაყურებელს შაბის აქ ჩემთან და ჩვენ გულებთან ისე მოტანილი სიმღერა რომ მე არ მიფიქრია რომ ეხლა აი ამას ეხლა დიდი მნიშვნელობა აი ჩემებურად რაღაცა ხო რა თქმა ანუ ეს სიმღერაც იმას ამობს პატრო ჰიტობისთვის არის განწირული არა უკვე არის იმიტომ ხო კი ბატონო კარგი ჩემო ეხლა გაახიტდება ეხლა თქვენთან ერთად ახლა არ შემედავე რამე კიდე კაი ამის აი შენ შეგედავები ისრაელში ოკეი გია მოკლედ დიდი მადლობა რომ მობრძანდი ჩვენთან მადლობა ძალიან დიდი პატივისცემა მიიღეთ ჩვენგან ყოველთვის თქვენ გვერდით ვართ თქვენ ოღონდ შეძელით დაწერეთ არ მოგვაკლოთ თქვენი პრემიერა სრულიად საქართველოს მოკითხვა აუცილებლად სრულიად თბილის ჩვენ ქვეყანას რა ვიცი მეტი პოზიტივი ხალხო მეტი პოზიტივი ეს ჩემი მეგობრები რა თქმა უნდა ყველა გადაცემაში პოზიტივს ქმნით თქვენ მაგრამ
თვითონ ადამიანებშიც უნდა იყოს პოზიტივი და რაც უფრო მეტად გვეყარება ხალხო ერთმანეთი, მით უფრო, იმიტომ რომ სულ რაღაც წუთში შეიძლება ცხოვრება გადაგვიბრუნდეს და ამიტომ მანამდე სანამ 100 წლის მერე ღმერთმა არ აქნას გვიყვარდეს რა ერთმანეთი, რა ვიცი. შეგენაცვალე. ასე მგონია. იტოებ გიას უნამელაში. და ასე მგონიაო, რა კიდე ასე მგონიაო. ასე მგონია, ხო. რას გავატან შენ? გამახსენ, რა გავაკეთე? ეს უ დამოვიწყდა კოფე. მიირთვი და დავიწყოთ, ჩავწეროთ. აბა კონიაკი ყოფილიყო გერდა გავიწდებოდა მასში, მაგრამ კონიაკია. კონია, კია, მა. შეგენაც შენ დაუკან.